Პოდკასტის შექმნის იდეა იყო ერთ სივრცეში უძრავი ქონების სექტორის ლიდერების, ხედვების, ასევე შეფასებების, პროგნოზების გაზიარება და რაც მთავარია, საკმაოდ ისეთი სიღრმისეული ფორმატით დისკუსია იმაზე თუ რა ელის უძრავი ქონების ბაზარს. ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია რაც ჰქონდა, ეს იყო უკვე დამეგობრება ხელოვნურ ინტელექტთან და ვფიქრობთ, რომ უძრავი ქონების სექტორისთვის ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, არის უკვე და მომავალში კიდევ უფრო ვითარდება, როგორც ამბობენ, ვასწავლით და ვსწავლობთ შემდეგ. ინტერესი საიდან იწყება, ხო, ანუ გაიგონ მეტი ქვეყანაზე, გაიგონ რა ინსტრუმენტები არსებობს იგივე ყიდვის მიმართულებით, ხო, ან აი რა ტრანზაქცია როგორ ხორციელდება, გადაფორმების პროცესები როგორია. ყველა იმ პრობლემას წყვეტს, რაც რამოდენიმე წლის წინ დავინახეთ, რომ ბაზარზე არსებობდა თბილისის შემოგარენში არსებულ სხვადასხვა სააგარაკე თუ მუდმივ საცხოვრებელ დასახლებებში. პირველი წელი არ არის, რაც ვთანამშრომლობთ FIAPS-ისთან და Properties-თან. ძალიან სასიამოვნო არის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ზოგადად, რაც ძალიან ხელს უწყობს დეველოპმენტის სფეროს განვითარებას. და მსგავს ინიციატივებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვცდილობთ, რომ ხარი დაუჭიროთ ხოლმე. ყველას ერთი მიზანი აერთიანებს, ასევე ჩვენს. ეს არის ჩვენი პოზიციონირება მსოფლიო, არა მხოლოდ რეგიონალურ მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის ძალიან მომხიბვლელი ადგილი დეველოპმენტის, მწვანე ადგილი, რაღაცნაირად უსაფრთხო სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიტები არსებობს. ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს კონკურენციაში ვისთან შევდივართ, ხო? ანუ ხშირად გაგვიგია, რომ ძალიან მაგარი პროდუქტი გვაქვს, ძალიან მაგარია ბათუმი, აჭარა, მაგრამ რეალურად ინვესტორი გადაწყვეტილებას რო იღებს, ვის გვადარებს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების რიგში მე რამდენი ადგილზე ვართ რა. რატო უნდა გადაწყვიტოს, რომ აქ ჩადოს თვილი? პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინლუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში, ყველა კომუნიკაციით და ინფრასტრუქტურით. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. Property Leader Spotlight უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში. პოდკასტის შექმნის იდეა იყო ერთ სივრცეში უძრავი ქონების სექტორის ლიდერების, ხედვების, ასევე შეფასებების, პროგნოზების გაზიარება და რაც მთავარია, საკმაოდ ისეთი სიღრმისეული ფორმატით დისკუსია იმაზე თუ რა ელის უძრავი ქონების ბაზარს. დღევანდელი პოდკასტის სპეციალური გამოშვების თანაწამყვანია Dreamland Oasis Chakwi-ის უძრავი ქონების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბუშბულაშვილი. ნინო, მოგესალმები. დიდი მადლობა ლიკა და ძალიან მიხარია, რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა და ვიქნები დღეს თანაწამყვანი. დიდი მადლობა შენ მხარდაჭერისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენთან ერთად არის ასევე ქეთი დაბადაძე, რომელიც Property Georgia-ს და FIAPS Georgia-ს მმართველი პარტნიორია. ქეთი, მოგესალმები კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ლიკანინო. Property Georgia და FIAPS Georgia ქართულ ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს. Property Georgia-ს წელს უკვე 10 წელი შეუსრულდა. FIAPS Georgia კი Property Georgia-ს ინიცირებით 2019 წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და იმის მერე ნინო აი შენთან ერთად სულ ვაკვირდებით უძრავი ქონების ბაზარს და თუ კი რამე სიახლეა რაც შეგვიძლია გავიზიაროთ როგორც ადგილობრივი პრაქტიკა, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, ყველაფერს ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავიზიაროთ და ჩვენს აუდიტორიას წარმოვადგინოთ. დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო ჩვენი აზრით და იმედია ყველას მოეწონა. და ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია რაც ჰქონდა, ეს იყო უკვე დამეგობრება ხელოვნურ ინტელექტთან და ვფიქრობთ, რომ უძრავი ქონების სექტორისთვის ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, არის უკვე და მომავალში კიდევ უფრო ვითარდება, როგორც ამბობენ, ვასწავლით და ვსწავლობთ შემდეგ ამ ხელოვნური ინტელექტისგან. შენ ძალიან ხშირად გიწევს ხოლმე მოგზაურობა უძრავი ქონების სფეროში, ვთქვათ, რა შეგიძლია თქვა, როგორ ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტი?
შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, როგორც საქართველოს მიმართულებით ისე რა ხდება სხვა ქვეყნებში, ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფი ტემპებით. ჩვენთან ჯერ მთლად ისე არ არის შემოსული როგორც სხვაგან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჩამოვრჩებით. ანუ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყარი აუბათ და ძალიან ასწრაფებს. ანუ პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროცესებს ძალიან აჩქარებს, უკვე აი დროის ფაქტორი, ხო? ანუ კლიენტის საერთაშორისო, რომელიც რაც წერს სხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა დროის ზონებში ვართ, ასე ვთქვათ, ანუ აი ამ პრობლემას ჭრის. მეორე სისწრაფე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წეგანაც ვახსენეთ იგივე ამ დუბაის მაგალითზეც, რომ ანუ კლიენტი ემუშავება პარალელურად რამოდენიმე იგივე საბროკერო კომპანიას და ანუ ვინც უფრო სწრაფია, ვინც ოპერატიულია, ანუ ის იგებს ბევრ კომპონენტში. ამიტომ ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად გახდა რაღაც ადამიანის ასისტენტი, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან აჩქარებს პროცესებს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი. ჩვენც Dreamland Oasis-ში ძალიან აქტიურად გადავდივართ უკვე არა მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციაში, არამედ მარკეტინგშიც, დიზაინშიც, უკვე ძალიან აქტიურად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს. ნინო, ალბათ ძალიან საინტერესოა ეს მიმართულება, განსაკუთრებით საქართველოშიც აქტიურად იკიდებს ფეხს და ბევრი კომპანია, მათ შორის დეველოპერული კომპანიები მოწინავეები არიან ტექნოლოგიების და ენერგიის კუთხით. ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ასეთ დისტანციურ და ჰიბრიდულ რეჟიმზე, აქვე ჩაგეკითხები, როგორ აფასებ შენ ზოგადად პოდკასტის იდეას. ეს პოდკასტიც არის, ასე ვთქვათ, ციფრული პროდუქტი, რომელიც უნდა მიწუდეს როგორც საქართველოში მცხოვრებ აუდიტორიას, ასევე საერთაშორისო აუდიტორიას. რამდენად ეფექტიანი გზაა ეს, ასე ვთქვათ, საბოლოო ინვესტორებამდე მესიჯების მიტანის და ასევე ბაზრის ანალიტიკის გაცნობის კუთხით და როგორია შენი შეფასება და დაკვირვება ამ მიმართულებით? პოდკასტის იდეა თავიდანვე მომეწონა, მშვენიერი იდეაა და კარგია, რომ კონკრეტულად თქვენ დაიწყეთ ამ თემის კეთება ხალხმა, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს დღეს უძრავი ქონების მიმართულებით უკვე ამდენი წლის განმავლობაში. მოდი ვთქვათ, რომ პოდკასტები არის ესეთი თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ყველა ქვეყანაში, სადაც რაღაც განვითარება მიდის როგორც უძრავი ქონების, ისე სხვა სფეროებში, პოდკასტი არის ერთ-ერთი უკვე რაღაც წამყვანი საინტერესო მოსასმენი გაყიდვების და ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტი. პოდკასტები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინფორმაციის მისაღებად. ყველა საერთაშორისო ინვესტორი ფაქტიურად ანუ არის ინტერნეტ სივრცეში და ზუსტად ანუ რეკლამა უკვე აღარ მუშაობს ისე კარგად რეალურად, რამდენადაც პოდკასტების ფორმატი, იმიტომ რომ ეს აზრის რაღაცა გაზიარება, ბაზარზე არსებული ინფორმაციის მიღება, ეს გაშლილი თემები, ანუ მსგავსი საუბრების მოსმენა უკვე ხდება ძალიან საინტერესო და არაერთი მაგალითი არსებობს ჩვენ პრაქტიკაშიც Dreamland-ის, როცა ანუ ქონია გამოცდილება სხვადასხვა ბლოგერებთან პოდკასტების ჩაწერის, რომელსაც მოყავს რეალურად საინტერესო მწყიდვა უნარიანი აუდიტორია, რომელიც პრაქტიკულად მსგავსი პოდკასტებით მოდიან. ამიტომ ძალიან კარგია, რომ საქართველოში ეს თემა დავიწყეთ, ის რომ არა მარტო საქართველოს ბაზარზეა გათვლილი, არამედ საერთაშორისო და გვაქვს ეს სუბტიტრების საშუალებაც და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აკრეფავს თავის აუდიტორიას და წარმატებული პოდკასტი გვექნება. რეალურად ეს ნიშნავს, რომ სასაუბრო ბევრი გვაქვს, ხომ? ანუ სექტორში, რომელიც ვითარდება, სასაუბრო ნამდვილად ბევრი გვაქვს. და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ასევე რაც ჩვენი პოდკასტის მაყურებელს აინტერესებს ხოლმე უფრო ლოკალურად შეიძლება ვთქვათ რჩევები. ვთქვათ, აი პრაქტიკული რჩევები, რაც შეიძლება მისთვის იყოს საინტერესო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ სასაუბრო მართლაც ბევრი გვაქვს და მე რასაც ვაკვირდები Property Georgia-ს გადმოსახედიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში მართლა იმდენი წინსვლა არის ამ სექტორში, რომ მე მგონი ძალიან ბევრი გადაცემა პოდკასტი დაგჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ და ან ეს პროცესი ხო არ ჩერდება კიდევ უფრო წინ მიდის.
რა თემებზე აკლია ინფორმაცია საზოგადოებას ან პოტენციურ მაყურებელს ან ინვესტორს? როგორ ფიქრობ, რა საკითხები აქტუალური, რომელზეც ჩვენ უნდა დავფოკუსირდეთ და შევავსოთ, ასე ვთქვათ, ინტერესი? მსხვილ ინვესტორს ყოველთვის ინტერესი საიდან იწყება, ხო? ანუ გაიგონ მეტი ქვეყანაზე. გაიგონ რა ინსტრუმენტები არსებობს იგივე ყიდვის მიმართულებით, ხო? ან აი რა ტრანზაქცია როგორ ხორციელდება, გადაფორმების პროცესები როგორია. ძალიან ბევრი კითხვა მოდის და საინტერესო თემა აი რეზიდენტობა, მაგალითად, რომ აი რა ფასის უძრავი ქონება უნდა გვიყიდო, რომ გავხდე რაღაც მივიღო საქართველოს რაღაც ID და ანუ მსგავსი პროცედურები, რასაც კონკრეტულად სამშენებლო კომპანიების რაღაც სარეკლამო კამპანიებიდან კლიენტი ესე პირდაპირ ვერ იგებს. რომ აი პროცესი გაიშალოს პირობითად აპარტამენტის ყიდვიდან, აი რა პროცესს გადის იგივე ადამიანი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია აი ცოტა ანალიტიკური ნაწილიც, რაზეც წეღანაც ვისაუბრეთ, რომ ანუ მეტი ანალიტიკა რაღაც უნდა გავუშალოთ ციფრები. რომ ინვესტორებს მკაფიოდ ესმოდეთ, ანუ რატო უნდა გააკეთოს საქართველოში ინვესტიცია, ანუ გვჭირდება ცოტა მეტი, ქვეყნისპიერი ერთი, მაგრამ თვითონ უძრავი ქონების რაღაც ციფრების მკაფიოდ ჩვენება, რომ ანუ საქართველოში უძრავი ქონება რომ არის რაღაცა მყარი გარანტიების მატარებელი და ეს არ არის რაღაც სარისკო გადაწყვეტილების მიღება, აი მაქსიმალურად ამის ჩვენება. აი უძრავი ქონების შეძენის პროცესი ახსენე და რამდენად არის ინფორმაცია, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ მარტივი პროცედურებია საქართველოში უძრავი ქონების შეძენისთვის და ეს რამდენად არის დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ინვესტორმა უძრავი ქონების შესაძენად ჩვენ ქვეყანაში. ისო პრაქტიკიდან წავიდეთ, ხა სანამ დუბაიში წავიდოდი, ანუ ჩვეულებრივად კომუნიკაცია მქონდა ჩვენ კლიენტებთან, ხო, ანუ ვინც დრიმლენდში ყიდულობს უძრავ ქონებას, უცხოელი ინვესტორები. ანუ ინფორმაცია არავის არ ქონდა, სანამ არ ხვდება გაყიდვების ოფისში და გაყიდვების მენეჯერი არ უხსნის პროცესებს. და უკვე ამაზე დაყრდნობით, ანუ ხვდება რომ რა მარტივია, იმიტომ რომ რეალურად რო შევხედოთ და შევადაროთ სხვა ქვეყნებში, ანუ საკმაოდ ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევთ და ჩვენი თემა რო გვაქვს იუსტიციის სახლი, რო გადაფორმება იმავე დღეს გინდა, 4 დღეში გინდა, ანუ გვაქვს სხვადასხვა მარტივი შესთავაზებები, არის ძალიან მარტივი პროცედურები, თან არაძვირი, ასე ვთქვათ, ანუ ფასის კუთხითაც საინტერესო. ეხლა დუბაის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, იქ აბსოლუტურად განსხვავებული პროცედურებია, შესაბამისად, ანუ იქ რომ მქონდა შეხვედრები და ანუ ცვლიდით ამ ინფორმაციებს, ანუ რა თქმა უნდა, არავინ არ იცის. და სინამდვილეში, ანუ მოლოდინიც არ ქონდათ, რომ ჩვენთან ესე მარტივად არის ყველაფერი და ანუ ესაც ერთ-ერთი კომპონენტია მოსაყოლი, რა, იმიტომ რომ იქ რაღაც ცალკე გადასახადებია, გადასახდელი, გარკვეული პროცესებია გასავლელი, ანუ ჩვენთან ბევრად მარტივად ხდება. სწრაფად ხდება, ფასიც იდეალურია, შესაბამისად ამაზეც ბევრი უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად, რომ ეს თემაც გაიშალოს. ესეც ერთ-ერთი რა ფორმატში უნდა ვილაპარაკოთ? თქვათ, რამდენად დაეხმარება ამას ის საერთაშორისო ღონისძიებები, ფორუმები, ექსპოები, რაც იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და სადაც ქართველი დეველოპერები მონაწილეობენ. მე საერთოდ გონია, რომ ცოტა ანუ ესე ინდივიდუალური დეველოპერების კუთხით გასვლები არ უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანა იმ ჭრილშია, როცა აი ძალიან რაღაც უცბად გვინდა რომ განვითარდეთ და ვხედავთ რა პოტენციალი გვაქვს და რაღაცა ჩქარი ნაბიჯები უნდა გაკეთდეს. გონია რომ ეს ან რაღაც ქვეყნის ქუდის ქვეშ უნდა გაკეთდეს, ან რაღაც კონკრეტული ორგანიზაციების ქუდის ქვეშ, როგორც აი Property Georgia, FIABC Georgia, რომ ანუ შეიფუთოს მთლიანად ქვეყანა, სადაც ჩაერთვებიან როგორც დეველოპერები, ისე აი ეს თემებიც გაიშლება ზუსტად ცალკე რა აი პროცედურების ნაწილში და ამიტომ ვთვლი რომ აი ცოტა რაღაც მასშტაბურად უნდა შევხედოთ მაგ თემას და მგონია რომ პოტენციალიც ძალიან დიდია და ანუ რაღაც არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა შეუფერხდეთ და უნდა მივიღოთ აუცილებლად მონაწილეობა და ეს რაღაც ერთიანი ქუდის ქვეშ აქტიურად უნდა გავიდეთ და მოვყვეთ რა ხდება ჩვენ ბაზარზე. სწორედ ამისთვის შეიქმნა ჩვენი პლატფორმა, YouTube-ის პლატფორმა, ვიდრე წამყვანის სამფლოს მოირგებდე ნინო, თუ შეგიძლია რომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, აღნიშნო სამი ისეთი ფაქტორი, რომელიც არის საუკეთესო პრაქტიკა, რაც გინახავს საერთაშორისო არენაზე და რომლის გადმოტანასაც ან დანერგვასაც ისურვებდი საქართველოში. მოდი ვთქვათ, აი რახანამ რომ საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით მივდივართ,
არის ეს რაც ვახსენე და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ანალიტიკის ნაწილი, როცა სურველია რაღაც შეიცვალოს ამ მიმართულებით და დავნერგოთ მეტი ინსტრუმენტები გამჭვირვალობისთვის, ვიცი რომ ეს მარტივი არ არის, ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება, თუმცა ამაზე რაღაც ფიქრი უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფრო მეტი მსგავსი ღონისძიებები და შეიძლება ცოტა შეცვლილი ფორმატითაც გამოფენების კუთხით და ანუ არსებობს ამ საერთაშორისო პრაქტიკა ეს მსგავსი ღონისძიებები როგორ უნდა გაკეთდეს, რომ კიდევ უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს და არ ვიცი, მესამე, ზოგადად თქვენ ბევრი აქტიურობა. ჩვენი იგივე პოდკასტით, იგივე გამოფენებით, უფრო მაქსიმალურად, ანუ რატომღაც ისევ ერთხელ მე რა ქვია, გვეშინია თუ ისე ძალიან არ უაქტიურობთ და უნდა გავიდეთ მოკლედ და გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს და უძრავი ქონებას და ყველაფერი. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მოგვეცით ეს შესაძლებლობა და დღეს უკვე მეორე პოდკასტს წერთ Property Leader Spotlight-ის. მადლობას გადავუხდით Dreamland Oasis Chucks, ასევე Colliers, რომელიც ანალიტიკის კუთხით ჩვენი მხარდამჭერია და Shinwoods, რომელიც არის ასევე ჩვენი პოდკასტის სპონსორი. და აქვე შევახსენოთ მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი Property Georgias, რომ თვალყური ადევნონ სამომავლო ეპიზოდებს და მეტი ინფორმაცია მიიღონ უძრავი ქონების სექტორის შესახებ. ნიკა, მოგესალმებით, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები დღევანდელი ღონისძიების შესახებ. გამარჯობა ნინო, მოგესალმებით. მოხარული ვარ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ვთვლი რომ ძალიან კარგი და ძალიან საჭირო ღონისძიება არის. მნიშვნელოვანია რომ Property Georgia და FIAPS-ი ერთობლივად უკეთებს ღონისძიებას, ორგანიზებას უკვე მესამე ჯერ და აერთიანებს დარგში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიონალებს, სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, რომლებიც ექსკლუზიურად ამ დღისთვის წარმოდგენილნი არიან განსაკუთრებული შეთავაზებებით, რომელსაც სხვა დროს მოხმარებელი ვერ მიიღებს. ჩვენც როგორც პროექტი Shinwood წარმოდგენილი ვართ დღევანდელ დღეს განსაკუთრებული შეთავაზებით. საინტერესო პანელები იყო, დისკუსიები, ნეტვორკინგი, ბევრი ახალი კონტაქტიც შევიძინე. ვთვლი რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის ეხმარება დარგს განვითარებისთვის და ნამდვილად მისასალმებელია. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად რასაც ვაუბრობდით ამ საერთაშორისო განვითარებაზეც, ანუ ინვესტორებიც აკვირდებიან, რამდენად ხშირად ტარდება მსგავსი ღონისძიებები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენ ქვეყანაში. ნიკა, მოდი გავუშალოთ Shinwood-ის თემა, ხო? ანუ ძალიან ლამაზი პროექტი გაქვთ და მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მოგვიყევით შევიდეთ უფრო მეტ დეტალში. კი, ნამდვილად ლამაზი ადგილი არის, თუმცა გარდა ადგილისა, მოდი მოვყვები კონცეფციას, რას ეფუძნება Shinwood-ი საერთოდ და რა თქმა უნდა, ადგილსაც აღნიშნავ. Shinwood-ი არის თბილისიდან 23 კილომეტრში საგურამოს მიმდებარედ დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ჩვენი კომპანია ავითარებს უკვე მე-5 წელი არის, მიწის ნაკვეთის ყიდვიდან, ესე ვთქვათ. კონცეფცია ეფუძნება დაბალ განაშენიანებას, ჯანსაღ გარემოს და ყველა იმ პრობლემას წყვეტს, რაც რამოდენიმე წლის წინ დავინახეთ, რომ ბაზარზე არსებობდა თბილისის შემოგარენში არსებულ სხვადასხვა სააგარაკე თუ მუდმივ საცხოვრებელ დასახლებებში. ეს კონკრეტული პრობლემები შეგვიძლია ძალიან მარტივად რომ აღწეროთ, არის ინფრასტრუქტურის არარსებობა, ან საერთოდ არარსებობა, ან გაუმართავობა. არის კომუნიკაციების პრობლემები, რომელიც მოხმარებელს ცალკე უნდა ეზრუნა ინდივიდუალურ მიწებზე. რაც ძალიან დიდ დროსთან და დროის გარდა არ არის მარტივი თემა. და ასევე რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, არის სოციალიზაციის კომპონენტი, რომელიც ძველ სააგარაკე დასახლებებში საერთოდ არ არსებობდა, არ იყო გათვალისწინებული. ანუ ჩვენი კონცეფცია არის, რომ გვაქვს ძალიან დიდი საერთო სარგებლობის სივრცეები, ამაზე ნამდვილად არ დაგვიზოგია მიწის ნაკვეთის ფართობი და ამას მიუდექით როგორც სამომავლო ინვესტიცია იმაში, რომ სათანადო გაყიდვების ფასისთვის მიგვეღწია და ის საჭიროება, რაც
ასეთი ტიპის სამეზობლოებს ბუნებრივად აქვთ, არის რომ გარდა იმისა, რომ შენს მიწაში და შენს აგარაკზე ატარებ დროს, გჭირდება სხვები, შენი თანამოაზრეები, მეზობლები და მათთან გატარებული დრო, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა ეს როგორ გადაითარგმნა თვითონ პროექტის გეგმარებაში და რას დავაფუძნეთ? ჩვენი ტერიტორიის ცენტრში არის დაახლოებით 2.5 ჰექტარიანი ცენტრალური პარკი, რომელიც გამწვანებული დერეფნებით უკავშირდება გარშემო მდებარე ტყეს. ეს ტყე არის ჩვენთვის უნიკალური, ესე ვთქვათ, ის უნიკალური ადგილი, უნიკალური დადებითი მახასიათებელი, რომელიც გამოარჩევს ჩვენს პროექტს ბევრი სხვა მსგავსი პროექტისგან, თუმცა კარგი ადგილები ბევრია, თუ ამას სწორად იყენებ, ეგ არის მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებისთვის. ჯამში ეს გამწვანებული დერეფნები ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ თავისი მიწიდან ადვილად კონდეთ კავშირი, წვდომა ცენტრალურ პარკთან, სადაც ბევრი სხვა ტიპის პასიური თუ აქტიური დასვენების ობიექტები იქნება და ასევე კონდეთ წვდომა იმ გარშემო მდებარე ტყესთან და ეს ტყე რაც არის არ ჩაიკეტოს და იმ ტყის ყველანაირი დადებითი მხარე გამოიყენოს შინუჩი მაცხოვრებელმა ადამიანმა, როგორიც არის მაგალითად სოკოს კრეფა, შეიძლება იყოს უბრალოდ ჰამაკის გაკიდება ტყეში, ბავშვებთან ერთად გასეირნება, წამოწოლა წიგნის კითხვა და ასე შემდეგ და სეირნობა უბრალოდ. ამ ყველაფერს ჩვენ ვითვალისწინებთ პროექტში და სწორედ გეგმარებაც ამას მოერგო. ჯამში სადაც 3 ჰექტარზე მეტი გვაქვს სარეკრეაციო ფართობი, მაგის გარდა ტექნიკური სივრცეები, გზები, ტროტუარები ასე შემდეგ ეგ რა თქმა უნდა პროექტში გათვალისწინებულია და გეგმარების დროს, პირველივე ეტაპიდან ჩავიფიქრეთ, რომ ეს ყოფილიყო სასიამოვნო საცხოვრებელი ადგილი ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, შინუუძელებისთვის. ნიკა, რო გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, როგორ თვლით, რამდენად მნიშვნელოვანია შინუუდის მსგავს პროექტებში ინვესტირების გაკეთება? კარგი კითხვა. ინვესტირების კუთხით შეგვიძლია შინუუდის მსგავსი პროექტები ორ ნაწილად დავყოთ, ესე ვთქვათ. ერთის მხრივ არის მომხმარებელი, რომელიც ინვესტირებას აკეთებს მიწის ნაკვეთის შეძენის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ინვესტიციებზე როცა ვსაუბრობ, შეგვიძლია როგორც ესე ვთქვათ, ინვესტორის კუთხიდან დანახული მსგავსი პროექტი, რა სირთულეებს და გამოწვევებს ატყდება დღეს ბაზარზე და რამდენად საინტერესოა მსგავს პროექტებში ინვესტირება. შეგვიძლია ეგ ორი თემა ჩავშალოთ. პირველი ნაწილი, რაც შემიძლია ცალსახად თქვა, ეხლა ჩვენივე არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, დაახლოებით 200 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ყავს უკანასკნელ რამოდენიმე წელიწადში და ჩვენი დასაწყისი ფასი იყო სადღაც $35 ფარგლებში საშუალოდ და იმ ადამიანებმა, ვინც პირველ სექტორებში შეიძინეს მიწის ნაკვეთები, თითქმის 3-ჯერ გაზარდეს მათი მიწის ნაკვეთების, ესე ვთქვათ, საინვესტიციო ღირებულება. თუმცა მიწას გამოარჩევს ორი ფაქტორი, ვთქვათ, ბინაში ინვესტირებისგან ბინა შეიძლება იყიდო და მალევე დაიწყო მისი, ესე ვთქვათ, შემოსავლის გენერირება ამ ბინიდან და შედარებით გრძელვადიანია და მიწის ნაკვეთის შემთხვევაში ინვესტირება ესე ვთქვათ, ინვესტირების კუთხით რომ მიუდგე, კაპიტალიზაციას ესე ვთქვათ, აკეთებ ფასის ზრდიდან. ფასის ზრდის გამსაზღვრელი ფაქტორი არის დიდწილად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხო? ანუ ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურას აწესრიგებს იმგვარად, რომ თქვა 3 წლის წინ ნაყიდი ტრიალი მინდორი დღეს არის გადაქცეული შემოღობილ მიწის ნაკვეთად, რომელთანაც ყველანაირი კომუნიკაცია მისული და გამრიცხველიანებული არის და ადამიანი რომ მოდის კონკრეტულად ასეთი ტიპის მიწის საყიდლად, გაცილებით მეტის გადახდა შეუძლია. მოწესრიგებული გზით, სარეკრეაციო სივრცეებით და ასე შემდეგ. ანუ მაგ ნაწილში ძალიან მომგებიანია ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის ყიდვა მსგავსი ტიპის პროექტებში. რაც შეეხება ინვესტორის კუთხიდან დანახულს, ჩვენ თავიდანვე გქონდა გათვლილი, რომ სრული ინფრასტრუქტურა ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ამ პროექტში და მომხმარებლებზე, ესე ვთქვათ, არაფერი არ გვაქვს გადატანილი, რომ ცალკე დამატებით არაფრის თანხის აგროვებას და ასე შემდეგ აღარ ვითხოვთ. რაც ძალიან დიდი კომფორტია. კი, რა თქმა უნდა და სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს
გითვალისწინონ პოტენციურმა ინვესტორებმაც კანონმდებლობის თვალსაზრისითაც თუ არ ვწდები 3 წლის წინ შემოვიდა უკვე საქართველოში კანონი, რომ მსგავსი ტიპის დეველოპმენტებში ინვესტორი, ანუ ინიციატორი მხარე, რომელიც არის მსგავსი ტიპის განაშენიანება, რომ უნდა გააკეთოს, ვალდებულია საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა ყველაფერი თავადვე მოაწეს რიგოს და სწორედ ეს არის განსაზღვრელი ფაქტორი, რომ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების გათვლა არის საჭირო. ანუ უბრალოდ ის ფაქტორი, რომ მე მიწა ვიყიდე, მარტივად დავყავი და ინდივიდუალურ მიწებად გავყიდე, უკვე აღარ მუშაობს და მომდევნო წლებში ეს ცალსახად გამოჩნდება. გარდა მიწა არის ჯამური ინვესტიციის ალბათ 20% დაახლოებით რა. ძირითადი ინვესტიცია მოდის ინფრასტრუქტურის კეთებაზე და სწორედ ქმნის ღირებულებას გრძელვადიანად. დიდი მადლობა ნიკა და წარმატებები. თქვენს ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. თამარ, მოგესალმებით. თქვენი მოსაზრებები რა გაგვიზიაროთ დღევანდელი ღონისძიების შესახებ. მოგესალმებით. პირველი წელი არ არის, რაც ვთანამშრომლობთ FIAPS-ისთან და Properties-თან. ძალიან სასიამოვნო არის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ზოგადად, რაც ძალიან ხელს უწყობს დეველოპმენტის სფეროს განვითარებას. და მსგავს ინიციატივებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვცდილობთ, რომ ხარი დაუჭიროთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებსაც და მათ პარტნიორებსაც. კი, ანუ ყველა ვეთანხმებით, ყველა კომპანია, რომ აუცილებელია მსგავსი ღონისძიებები ტარდებოდეს, ეს უკვე რიგით მესამე ღონისძიებაა და ვფიქრობ, რომ ანუ სტარტი აღებულია და აღარ უნდა გაჩერდეს და პირიქით განვითარდეს. თამარ, რომ მოგვიყვეთ თქვენ საინვესტიციო და მიმდინარე პროექტებზე. ბლოქსი ზოგადად 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქამდე დაახლოებით არ ვიცი, 10-ობით დასრულებული და მიმდინარე პროექტი აქვს. საინვესტიციო პროექტებიდან ყველაზე მეტად გამოვყოფთ ორთაჭალის კომპლექსს, რომლის აბლოკის გაყიდვებიც უკვე დაწყებული არის და დღევანდელი დღისთვის სპეციალური შეთავაზებით არის წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე. რო გაგვიზიაროთ შეთავაზებაც. საკმაოდ დიდი დისკაუნტი არის გათვალისწინებული $100 ნებისმიერი გადახდის პირობიდან და თან შეგიძლიათ შეძინოთ ბინა წინასწარი შეზატანის გარეშე. რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანი ღირებულების 30%-ს თითქმის 3 წელზე ვანაწილებ. საინვესტიციოდ საკმაოდ კარგი შეთავაზება არის და კი, ნამდვილად. მიმდინარე პროექტები გვაქვს ასევე სარაჯიშვილზე, დიდიგომში, 1 წლის მანძილზე დაგეგმილი არის კიდევ დაახლოებით 4 პროექტის დაწყება ამ ეტაპზე. ასე რომ წარმატებები. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. ნოცა მოგესალმებით, რომ მოგვიყვა დღევანდელი ღონისძიების შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დღევანდელი ღონისძიება იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში დეველოპმენტი, სამშენებლო მიმართულება, მწვანე, ასე ვთქვათ, პროექტები თუ სხვადასხვა ახალი, ასე რეგიონალური პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ძალიან საინტერესო საუბრების ფარგლებში, სადაც იღებდნენ მონაწილეობას მაღალი რანგის მენეჯერები, გვესაუბრა მიმდინარე გამოწვევებზე, ტენდენციებზე და მოლოდინებზე. ასევე შევხვედრილი ყავით პოტენციურ მყიდველს თუ პოტენციურ მომწოდებელს, ან არსებულს. რა ძალიან საინტერესოა ყოველთვის, ასე ვთქვათ, აი ამ ფორმატში, ინდივიდუალურ ფორმატში, მათთან კომუნიკაცია და ჩვენ ყველას გვახარებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ასეთი ურთიერთობის აი ტრადიციად ჩამოყალიბ და უკვე მესამე ღონისძიება და იმედია, რომ გაგრძელდება და გაგრძელდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ფაქტიურად მთელი ბაზრის ლიდერები, ასე ვთქვათ, ამ ერთ სივრცეში, სადაც ყველანაირი, ასე ვთქვათ, ტიპის კომპანია არის, ვინც არის FIAPS-ის წევრი ცხადია და ყველას ერთი მიზანი აერთიანებს, ასევე ჩვენს. ეს არის ჩვენი პოზიციონირება არა მხოლოდ რეგიონალურ მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის ძალიან მომხიბვლელი ადგილი დეველოპმენტის, მწვანე ადგილი, რაღაცნაირად უსაფრთხო სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიტები არსებობს, რაზეც ფაქტიურად ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ნუცა ძალიან საინტერესო პროექტს ანვითარებთ და ყველას ალბათ აინტერესებს და მეც მათ შორის როგორ დაუკავშირეთ ღვინო და უძრავი ქონება ერთმანეთს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ მეღვინეები. შუხმანის ღვინო, ეს არის უკვე კარგად ცნობილი, სადღაც 2009 წლიდან არის ბაზარზე. ჩვენ გვაქვს 120 ჰექტარი ვენახი, წარმოება 1.5 მილიონი ბოთლზე. ეს ყველაფერი მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში.
სოფელ კისისხევში. ყველაზე ლამაზ სოფელში ვიტყოდი ჩვენს სადაც იშლება ეს არაჩვეულებრივი ხედები, კავკასიონი, ალაზნის ველი. ამ პროცესში ჩვენ განმოვითარეთ ტურისტული მიმართულება, სასტუმრო, ღვინის ტურიზმის სერვისები, ღვინის მიირთმევა გასტრონომიასთან ცხადია ქართული რესტორანი და შემდგომ უკვე ღვინის სპა. იმდენად მთელი სპექტრი არის წარმოდგენილი ჩვენს ასე ვთქვათ კომპანიაში, დაწყებული ღვინის მიირთმევით, ღვინის წარმოებით, ღვინის მიირთმევით, დაყენებით და ასე შემდეგ, რომ ბოლოს გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფრის შესაძლებლობა მივცეთ ადამიანს, ოჯახს, რომ კონდეს საკუთარი, ეგრეთ წოდებული პატარა შატო. შატოს ხოჭირს არ არის ქართული სიტყვა, ასე ვთქვათ, არ ასახავს მარნის არქიტექტურულ მიმართულებას, მაგრამ ჩვენ როგორც ევროპული კაპიტალის კომპანია, ჩვენს კომპანიას ქვია და სასტუმრო რეზორტს შუხმან ვაინს ვილა შატო ენ სპა. აქედან გამომდინარე, გვინდოდა და გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა ბაზარზე, რომ ქონოდა ადამიანებს დასასვენებელი ვილები, საკუთარი მეღვინეობა, საკუთარი ღვინო, საკუთარი ვენახები და დასვენების და ასევე საინვესტიციო, ასე ვთქვათ, ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში ძალიან უნიკალური სივრცე შექმნა. და კახეთში ფაქტიურად, სადაც დეველოპმენტი ფაქტიურად არ არსებობს და დღემდე ვართ პირველები. და ეს კარგიც არის და ცუდიც, პოზიციონირებისთვის ცხადია კარგი, უნიკალობის თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია ვისურვებდი კონკურენციას მეც, იმიტომ რომ როდესაც კონკურენტული არის დარგი, ცხადია იქ სხვა мотиваციებია და იქ სხვადასხვა ასე ვთქვათ სიტუაციებია. თუმცა ძალიან საინტერესოა ჩვენ რატომაც ეს შევძელით და ვაპოზიციონირებთ უნიკალურ ნიშურ პროდუქტს, რომ ჩვენ ჯერ შევქმნით ინფრასტრუქტურა, ფაქტიურად ორ მიმართულებაში, ორ ლოკაციაზე, საკმაოდ 8 გექტარზე მეტ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ, ამის განვითარებაზე, ამის მოწყობაზე და ამის შემდგომ უკვე აშენებაზე და გაშენებაზე. ფაქტიურად ჩვენ ვაშენებთ სოფელში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან ქალაქში და ახლა ახალი ტერმინით შემოვიდა სოფელში და მემკვიდრეობითი ნიშური უძრავი ქონება ამ ორ სიტყვას დავამატებდი, იმიტომ რომ ქართული მემკვიდრეობა ეს არის ღვინო, ეს არის მეღვინეობა, მევენახეობა, რომელიც არის ქვევრის მიმართულება, ევროპული მიმართულება, ამას უკვე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას საუბრობს მსოფლიო, ქართული ღვინო არის მოთხოვნადი პროდუქტი, ქართული ტურიზმიც არის მოთხოვნადი, ჩვენ წლიდან წლამდე გვაქვს საკმაოდ კარგი მონაცემები ქვეყანაში და ცხადია ეს ყველაფერი დაკავშირება ამ ყველაფრის უძრავ ქონებასთან, ვიღებ ძალიან ჯადოსნურ, ძალიან უნიკალურ ტანდემს, სადაც ფაქტიურად ჩვენ ვართ ერთადერთი ალბათ მსოფლიოში და ამითი ვართ ამაყები, ცხადია ერთის მხრივ ვაკეთოთ ქართული საქმე, ეროვნული საქმე და მეორეს მხრივ დავაპოზიციონიროთ როგორც ნიშური, უნიკალური, მემკვიდრეობითი პროდუქტი, ეს არის უკვე დაბალი ტიპის განაშენიანება, მწვანე, ენერგოები და ბევრი მიმართულებით საინტერესო. ალბათ დღევანდელი ფორმატი არ მოგცემს საშუალებას და ამ მხრივ, ასე ვთქვათ, გვაქვს პატივი ეს ბიზნესი ვაწარმოოთ. ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ და წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. გუგა, გამარჯობა, რომ გაგვიზიარო შენი მოსაზრებები დღევანდელი ღონისძიების შესახებ და გვითხრა საერთაშორისო ინვესტიციების შესახებ ის თემები, რაც გაიშალა დღეს შენი აზრით. გამარჯობა. პირველ რიგში ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ სექტორი გეგმაზომიერად განვითარდეს, თუ გვინდა რომ მუდმივად შევძლოთ ახალი საკითხების ერთ სივრცეში განხილვა და შემდეგ ამ საკითხების რეალურად აღსრულებაში გადატანა, ესეთ ტიპის ღონისძიებები არის დეველოპერული სექტორისთვის და არა მარტო ესეთი ნებისმიერი სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ახლა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარმოდგენილი დეველოპერული კომპანიები, ვინც იყვნენ ამ კონფერენციაში და ღონისძიებაში ჩართული, საკმაოდ მსხვილი და გამოცდილი ორგანიზაციები არიან, რომლებმაც როგორც საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე
დიდი კონტაქტები, კავშირები აქვთ, იქიდან გამოცდილებას იღებენ და აქეთ მოაქვთ. და ამიტომ ღირებულია ნამდვილად იმ ადამიანების და იმ სპიკერების მოსმენა ყოველთვის, ვისაც ასეთი ტიპის გამოცდილებაც აქვს რა. თემა, რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო ინვესტიციებს საქართველოში, ეს არის დღესაც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ესეთი მნიშვნელოვანი და ცხელი თემა და სხვათა შორის იყო გამოწვევებიც ამ მიმართულებით, თუმცა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ძალიან სწორ რელსებზე ვიწყებთ დადგომას. რატო ვამბობ, რომ ვიწყებთ დადგომას? იმიტომ რომ რო ავიღოთ თუნდაც აჭარის უძრავი ქონების მარკეტი, იყო პერიოდი, როცა ძალიან ქაოტური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა თვითონ ბრენდებიც უკვე ხვდებიან, რომ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საჭირო. და მათ შორის ჩვენ წეღავს საუბრობდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სააგენტო ქსელთან ურთიერთობა, საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ მარტო შენი ქვეყნის, ან მარტო შენი ბრენდის გატანა სხვადასხვა მარკეტზე არ გაძლევს ისეთ ეფექტს, რასაც სხვადასხვა ქსელებთან, საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობა იძლევა ეს ერთი. და გაგაცხადებ, მათ კიდე იცი რა არის მნიშვნელოვანი, რომ მათი წარმომადგენლობებიც შემოვიდნენ ჩვენთან ბაზარზე, ან რაღაც ისეთი კოლაბორაციები გაკეთდეს, რომ ამ ხალხმა დაიწყოს ჩვენთან ცხოვრება და აქედან გაზიარება. უკვე იგივე ეს დუბაის მოდელი, რასაც ვიძახავდი, ხო, რომ ანუ ცხოვრობენ იქ, ეს ყოველდღიურ ცხოვრებას ტრანსლირებენ და ეს კიდე რაღაც ცალკე უბიძგებს ინვესტორს, რომ ინვესტირება იმ ქვეყანაში გააკეთოს და დამატებით კიდე პიარი აქვს ქვეყნისთვის და უძრავი ქონებისთვის. იგი, გეთანხმები. ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი, რაც პანელურ დისკუსიაზეც იყო განხილული, ეს არის საერთაშორისო ბრენდების და მათი სტანდარტების შემოტანა. რა, იმიტომ რომ მაგალითისთვის რო ავიღოთ ზღვისპირეთში განხორციელებული პროექტები, პირობითად თქვენი პროექტი რო ავიღოთ რა, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი უნიკალური პროექტია და სხვა დროსაც მithქვავს, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩვენი სეგმენტისთვის ხო რაღაცა ცოტა უცხო პროდუქტი იყო, რომ რაც საერთაშორისო ბაზრებისთვის პირიქით მინიმუმ ესეთი პროდუქტი უნდა გქონდეს, თუ გინდა რომ საერთაშორისო ინვესტორი მოიყვანო, რა. ამიტომ ასეთი პროექტების და პროდუქტების შექმნა იქნება ეს ლოკალური ჩართულობით თუ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით, რა თქმა უნდა, ამ საინვესტიციო პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის, გეოგრაფიულ არეალს ზრდის და სანდოობა იზრდება. რა, მე რომ მიფიქრია, პირობითად მე თუ მინდა სადღაც გავაკეთო ინვესტიცია, ან მივდივარ დასასვენებლად, ხო, როგორ ვარჩევ? ანუ როგორ ვიქცევი, როგორც მომხმარებელი. ინვესტორი ჩვეულებრივი მომხმარებელია, ხო და მის ქცევას თუ დავაკვირდებით, მას სანდოობა აქვს იმ ბრენდის მიმართ, რომელიც უკვე ან ადგილობრივად დამკვიდრებულია, ან რომელიც გლობალურად დიდ სახელთან არის დაკავშირებული. და მესამე რაც შენ თქვი, სააგენტოები, რომლებსაც აქვთ იმ მომხმარებლებთან და ინვესტორებთან დიდი ხნის ურთიერთობა, მჭიდრო კავშირები და ძალიან მარტივია უკვე გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს თუ იმ სააგენტოებს აქ ჩამოიყვან და აჩვენებ რა როგორ ხდება და ესე იგი შეიგრძნობენ ბოლომდე ამ ყველაფერს, შემდეგ ის გადაწყვეტილების მიღების დრო კიდე უფრო დაპატარავდება და უფრო მეტი ინვესტიცია გვექნება ქვეყანაში. კი და ამასთან ერთად დავამატებდი, რომ აი ჩვენი თანამშრომლებიც რა ის ხალხი, რომელიც ყიდის აქ ქართველები უძრავ ქონებას, ანუ ადრე მაინც რადგან ფოკუსი ცოტა ლოკალურ ბაზარზე იყო, ანუ ისინი ცოტა ამ მიმართულებით მუშაობდნენ, ანუ მათი განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ რა ხდება სხვა ბაზრებზე, წარმოდგენა ქონდეთ უცხოელ ინვესტორს, რაზე შეიძლება რომ ელაპარაკო, რასაც აკეთებს ბროკერი, ხო, რეალურად, იმიტომ რომ მისი თვალთახედვის არეალი ძალიან გაშლილია, აქ ბევრი ინფორმაცია და ანუ შესაბამისად მარტივი ხდება უკვე ინვესტორთან საუბარი. რა თქმა უნდა, მან ჩვენ გვისაუბრია მაგ თემაზეც, რომ ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს კონკურენციაში ვისთან შევდივართ, ხო? ანუ ხშირად გაგვიგია, რომ ძალიან მაგარი პროდუქტი გვაქვს, ძალიან მაგარია ბათუმი, აჭარა, მაგრამ რეალურად ინვესტორი გადაწყვეტილებას რო იღებს, ვის გვადარებს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების რიგში მე რამდენი ადგილზე ვართ რა. რატო უნდა გადაწყვიტოს, რომ აქ ჩადოს თული? მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხოლმე ღირებულება, ხო, ფასის ნაწილში. თუმცა მეორეს მხრივ თუ გვინდა რომ მაღალმხარჯველი ინვესტორი შემოიყვანო, ფასი არ უნდა იყოს მთავარი კომპონენტი, რადგან იაფი ხარ შენთან ჩავდო მე ფული, ეს არ უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ მე გეთანხმები იმაში, რომ დეველოპერებმაც და განსაკუთრებით საბროკერო კომპანიებმა კარგად უნდა იცოდნენ როგორც ჩვენი მარკეტი, ასევე ის ბაზრები, ვისთანაც შევდივართ კონკურენციაში, ეს თავისთავად გაამარტივებს ყიდველებისთვის გადაწყვეტილების მიღებას. გუგა, მოდი შევეხოთ ხელოვნურ ინტელექტსაც, როგორ ფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა უძრავ ქონებაში, აი
როგორ ეხმარება, იგივე გაყიდვებს, ან სხვა შენი თვალსაზრისით რო გაგვიზია რომ ამ მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტი, ესე ჩავშალოთ მოდი. უძრავი ქონება შედგება ბევრი კომპონენტისგან, ხო? მაგალითად, გვჭირდება რაღაცა ინფორმაციის ანალიზის გაკეთება, ან გვჭირდება ლიდების გენერაცია, ან მშენებლობის პროცესში შეიძლება გამოიყენო. რეალურად რა არის ჩვენ პრაქტიკაში და გლობალურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი? ხელოვნური ინტელექტი გიმცირებს დროს და ძალიან სწრაფად და მარტივად შენთან ერთად ბუნებრივია, ან შენს გარეშეც აკეთებს ინფორმაციას, მაგალითად რო ავიღოთ ინფორმაციის გადამუშავებას. და ეს იმდენად აჩქარებს პროცესებს და გარდა იმისა, რომ აჩქარებს, იმდენად ზუსტი შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო კონკრეტულ პროექტში. მაგალითად, მოდი წავიდეთ მარკეტინგის და გაყიდვების კუთხით. ერთი ვერსია განვიხილოთ. ერთი ვერსია არის, სადაც შეიძლება ადამიანებმა განიხილონ ნებისმიერი დატა, რომელიც გროვდება და ამას დაჭირდეს რაღაცა X პერიოდი და მე Y სიზუსტე და მეორე ვერსია არის, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიძლება ამ ყველაფრის ანალიტიკა გააკეთო და ისეთი პოინტები დაიჭირო, რაც შეიძლება ადამიანურ ფაქტორში გამოგრჩეს. ეს ძალიან დიდ სხვაობებს იძლევა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვათ, დროში იმდენად აჩქარებს პროცესებს, რომ ეს დრო შესაბამისად ფულობს. მეორე შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად კომუნიკაციაზე. ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოში და არა მარტო და სხვადასხვა ბაზრებზე არის, როდესაც მე მინდა ველაპარაკო სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორს, ჩვენ დროში გვაქვს სხვაობა. დრო და ენა. დრო და ენა. და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმდენად ადამიანურად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, რომ კონდეს საბაზისო არა მხოლოდ საბაზისო, უკვე სიღრმისეული კომუნიკაცია ინვესტორთან, მანამ სანამ შეხვედრამდე მიდგება საქმე, იმდენად გამარტივებულად შეგიძლია ყველა პროცესი ჩაუშენო და შენს ნაცვლად იმან საქმე აკეთოს, მაგალითად follow-up-ები აკეთოს, ეს გაყიდვების პროცესი ისევ აჩქარებს, დროს გიმცირებს და რაც ყველაზე მთავარია, შეცდომებს პრაქტიკულად ნულამდე დაყავს. და ბოდიში მაინც დავამატებ, რომ აი დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისწრაფეს გულისხმობ, იმიტომ რომ თანამედროვე ინვესტორი ან წინა კვირაში იყო ზუსტად უბაიში გამოსვლა, რომ აი როგორ ირჩევენ რა, აი როგორ გაუმართლებს ბროკერს, რომ კლიენტი მასთან იმუშავებს თუ არა და არის დრო, იმიტომ რომ ვიცით რომ უკვე ყველა კლიენტი ფაქტიურად იქ საშუალოდ 10 ბროკერს ელაპარაკება პარალელურად და აქ აი პირველი ვინც იქნება, რაც ზუსტი ვინც იქნება და ასე შემდეგ ეს იგებს რა და ამიტომ აქაც შერას თქვი დროის ფაქტორი ხო ღამის 2 საათზე შეიძლება ვიღაცას ვერ უპასუხო, რომელიც სხვა ქვეყნიდან გწერს და ეს ინსტრუმენტები უკვე გეხმარება. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის, ხო, რომ როდესაც შემოდის ბევრი lidy, ადამიანს ძალიან უჭირს ბევრი lidy-ის გადამუშავება, ხო? იქ მე სხვადასხვა stage-ებზე გაქვს lidy-ები, მაგრამ ხშირად შეიძლება აღმოაჩინო, რომ რაღაც დაგავიწყდა, რაღაც მისაწერი ქონდა, კონკრეტული დრო ქონდა იმას, რომ აი ამ პერიოდში რაღაცას ვაპირებ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამ პროცესის ავტომატიზაცია შეგიძლია და თითოეულ მომხმარებელს იმდენჯერ შეგიძლია შეეხმიანო, რამდენიც საჭიროა, რასაც ადამიანების დახმარებით პრაქტიკულად ვერ აკეთებ. ამიტომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, და ვისურვებ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნას გამოყენებული და ამაზე მეტი დრო და ენერგია დაიხარჯოს და მათ შორის ასეთი ტიპის შეხვედრებზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ხელოვნურ ინტელექტზე და იმ თულებზე, რაც შეიძლება გამოვიყენოთ. მადლობა, გუგა. ნახვამდის. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. ყველა კომუნიკაციით და ინფრასტრუქტურით. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში.